მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, პირველი საჯარო გაშლა და მგონია რომ ვიღაცას ძალიან სჭირდება იმ ინფორმაციის მოსმენა, რასაც ახლა გავაჟღერებ. თუ რეზონირდება თქვენთან, თქვენ სიტუაციასთან, ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ ამას კომენტარებში, რომ მომეცეს мотивация კიდევ ჩავწერო მსგავსი ვიდეოები. მე კი ჩემის მხრივ მოგაწოდით ინფორმაციას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. თავდაპირველად ავწეროთ, როგორი ხართ თქვენ. როგორი არის თქვენი პარტნიორი, თემას რაც შეეხება. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს ჩემს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი. თუ აღწერილობა თქვენთან რეზონირდა, მაშინ გააგრძელეთ ვიდეოს ყურება. თუ არა და სხვა დროს შეგიძლიათ ესწრებოთ ჩემს არხს. როგორ პიროვნება ხართ თქვენ? თქვენ ხართ მეგობრებო, ძალიან სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, ამ წუთას ხართ ძალიან გულჩათხრობილი, გონიათ რომ ყველანაირი შანსები სიყვარულთან დაკავშირებით ამოწურულია, გონიათ რომ დღევანდელი თემა ჩემი აზრით უფრო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მომენტისთვის გრძნობს, რომ ყველაფერი დამთავრდა სიყვარულში, იმედი აღარ აქვს, ყველაფერი ამოწურულია და არის ღმერთის და უმაღლესი ძალების იმედზე. რაღაც სასწაულის მოლოდინში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შანსები არსებობს. უბრალოდ ცოტა შეიძლება სტრატეგია იყოს შესაძლებელი, მეტი გამჭრიახობა არის საჭირო და შესაძლოა კიდევ ერთი შანსი მოგეცეთ სამყაროსგან. ახლა აღწეროთ, როგორია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის რაღაცნაირი გასაცოდავებული ადამიანი არის. ისიც თითქოს ვეღარ ხედავს ამ ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რეალურად ამ ურთიერთობას აქვს გაგრძელების შანსი, უბრალოდ ორივე სხვადასხვა მიმართულებით იყურებით. ცოტა რომ შეათვალიეროთ, ესე ვთქვათ, მიმოიხედოთ, დაფიქრდეთ, ერთად გაანალიზოთ, ურთიერთობას აქვს პერსპექტივები. ნამდვილად აქვს პერსპექტივები. დღეს ისეთი ადამიანები მიყურებთ, რომლებსაც გგონიათ, რომ დასრულდა ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გელით კიდევ შანსი. ანუ ამ ურთიერთობას აქვს ახლიდან გახვივების შანსი. მაგრამ ამ მომენტისთვის ურთიერთობა არის, ანუ ერთი სიტყვით ეს გაშლა არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც გონია, რომ აღარაფერი აღარ ეშველება ამ ურთიერთობას და რაღაცა გრევა მოხდა ურთიერთობის. ბევრი იშრომეს, ბევრი შრომა ჩადეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გონიათ, რომ ურთიერთობას აღარანაირი პერსპექტივა აღარ აქვს. როგორია მოკლედ ეს ადამიანი? ეს პიროვნება, ვიზეც ვშლით. სხვათა შორის შეიძლება სულიერად იყოს ძალიან განვითარებული, მაღალ საფეხურზე იდგეს, შესაძლოა რაღაც მაღალ პოზიციასაც იკავებდეს, შეუძლია სხვა ადამიანების დამოძღვრა. გაწონასწორებულია, ნელად გავს ნაბიჯებს, დინჯი, მშვიდი, სამართლიანი.
შეიძლება სტრუქტურაშიც მუშაობდეს, ბევრს მუშაობს. მოკლედ, თუ ესეთი პიროვნება არის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ ყურება. ეხლა, რას ფიქრობს ეს პიროვნება? თქვენთან მიმართებაში, თქვენზე. რას ფიქრობს? რაღაც ბუნდოვანებაა ურთიერთობაშიო. ძალიან გაცივდა ეს ქალი ჩემს მიმართო, თავისი საზღვრები დააწესაო, აღარ მიშვებსო ჩემთან ახლოსო. ძალიან უნდა რომ მოვიდეს, მოგწეროთ, მაგრამ თქვენი ეშინია. რაღაცა ისეთი პოზიციები გაქვთ ამ წუთას, რომ თქვენი ეშინია ამ ადამიანს. გონია რომ გადაჭერით ყველაფერი, всё, აღარ გინდათ ბოდიშით რუსული სიტყვისთვის. და გონია რომ გაჩერდა ეს ურთიერთობა, აღარ იძვრის. არა და ძალიან უნდა თქვენთან ერთად ზეიმი, ბედნიერება, დროს ტარება. ალბათ ესეთი დღეებიც ახსენდება, რაც ერთად გამოიარეთ. რას გრძნობს? გაურკვევლობაშია. გონია რომ ხელფეხი აქვს შეკრული. გონია რომ ჩიხშია ეს ურთიერთობა. თითქოს ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, თუ ადრე დაუშვათ სადმე შენობაში ხვდებოდით ერთმანეთს, სახლში, ისე უნდა იმ პერიოდის განმეორება. ერთ ნაბიჯს წირო დგავს ერთი ფეხით, მეორე ფეხი უკან ეკაჩება. ისიც ამ პოზიციაშია, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ერთმანეთს აირეკლავთ, ანუ სარკესავით, რა პოზიციაშიც თქვენ ხართ, რომ არ უშვებთ მას, არ გამოხატავთ ემოციებს, ანალოგიურად ისიც თქვენს მიმართ ზუსტად ესეა. შესაძლოა, მოკლედ, ეს ურთიერთობა ძალიან დიდი ტკივილის მომგვრელი იყო, როგორც თქვენთვის, ასევე მისთვისაც. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. გრძნობებიც ჰქონდა ამ ადამიანს თქვენს მიმართ, შესაძლოა კიდე იყო ამ ურთიერთობაში მესამე პირი. ეხლა თითქოს ისე უჭირავს თავი, რომ სულ ერთია ეს ყველაფერი მისთვის. რაღაცას ებღაუჭება, წარსულს ებღაუჭება, მოგონებებს ებღაუჭება, არ უნდა თქვენი გაშვება. მაგრამ არც ამის აღიარება არ უნდა, კონკურენციაში არის, ის თუ არ მომწევს, მეც არ მივწერ, ის თუ არ დამირეკავს, მეც არ დაურეკავ და თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებით, აბა ვინ გაუძლებს ამ ყველაფერს, ვინ გადმოდგავს პირველ ნაბიჯს, ეს კონკურენციას აქვს ადგილი თქვენ შორის. მაინტერესებს, რას მოიმოქმედებს ბოლო-ბოლო გადმოდგავს ნაბიჯს, ეს პიროვნება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გადმოდგავს? რაღაცა მანიპულაციებს მიმართავს, უნდა რომ გამარჯვებული გამოვიდეს, მოწერა უნდა, თან როგორ იცით, თან რომ გრძნობებში არ უნდა გამოტყდეს, ისე. ნაბიჯს გადმოდგავს, მეგობრებო. უფრო გონია რომ მოგწერთ. გულის სიღრმეში უნდა თქვენთან ურთიერთობის აღდგენა, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან უფრო შესაძლოა ქონდეს მოწერას ადგილი, ესე ვთქვათ, SMS-ის სახით, ან გამოჩენა თქვენის თორების დაგულება იქნება, დაკომენტარება უფრო არა, უფრო აი წერილობითი ხასიათის კომუნიკაცია შესაძლოა შედგეს თქვენ შორის. აქვს რაიმე პერსპექტივა? თავდაპირველად მიჩვენა, რომ თქვენ და მასაც გონიათ, რომ ურთიერთობას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ სინამდვილეში აქვს, უბრალოდ სტრატეგია არის შესაძლებელი, გახსნილი კომუნიკაცია არის საჭირო. აქვს ურთიერთობას პერსპექტივა? თქვენ უფრო სერიოზული ურთიერთობა გინდათ მასთან? მას უფრო ნებები აკავშირებს თქვენთან რაღაცნაირად, შანსი ხართ ორივესთვის, ესე ვთქვათ. ის გრძნობს, რომ გრძნობები გაქვთ მის მიმართ და გონია, რომ დატოვეთ ეს ურთიერთობა,
პერსპექტივა. ეს არის კარმული ურთიერთობა და თქვენი გადაკვეთა კიდევ მოხდება. მოკლედ, ვიდრე გაკვეთილებს არ გაივლით და ამას აუცილებლად გაგატარებთ სამყარო, იქნებით ესეთ ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან. ცოტა მანიპულატორი ჩანს ეს ადამიანი. შორეული პერსპექტივა აქვს. უახლოესი 1 თვის განმავლობაში რაიმე სერიოზულ ფაზაში გადავა თუ არა არ ჩანს 1 თვის განმავლობაში, თუმცა ორივე თვლით, რომ ეს ურთიერთობა არის თქვენთვის შანსი, რომელიც, არ ვიცი, ეს შეიძლება ეს ადამიანი პირდაპირ არ თვლიდეს, რომ რაღაც უმაღლესი ძალები არის ჩარეული, მაგრამ ხდება, რომ რაღაც საბედისწერო ურთიერთობა არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ველოდები თქვენს გამოხმაურებას.